ზუსტად 1 საათია, რაც მოსამართლე დავით მგელიაშვილის გამოჩენას ელოდებიან ბრალდებულების, ოჯახის წევრები, ახლობლები და გულშემატკივრები საქალაქო სასამართლოში პირველ დარბაზში. ჯერ მხოლოდ მხარეები იმყოფებიან, ადვოკატები და ასევე პროკურატურის წარმომადგენლები. საქალაქო სასამართლოს პირველ დარბაზთან კი ბრალდებულების ახლობლები, მეგობრები, გულშემატკივრები არიან მობილიზებული. მე მინდა რომ გაჩვენოთ, აქ შეკრება უკვე 1 საათზე მეტია, რაც დაწყებული არის. ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა იმისთვის, რომ გულშემატკივროს დღეს ბრალდებულებს სასამართლო პროცესზე, თუმცა დავით მგელიაშვილს ჯერ სხვა სასამართლო პროცესი აქვს, ეს სასამართლო სხდომა უნდა დაასრულოს და ამის შემდეგ დაიწყება სასამართლო პროცესი. ბუნებრივია, განსაკუთრებული მობილიზება არის დღევანდელი სასამართლო პროცესზე. აქ მედიის წარმომადგენლები არიან მობილიზებული, საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს. დღეს უნდა გადასინჯოს მოსამართლემ შეფარდებული აღკვეთღონისძიებრივად პატიმრობა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არავის არ აქვს მოლოდინი, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე მგელიაშვილი და ბრალდებულებს აღკვეთღონისძიებას შეუცვლის. განსასჯელის სკამზე იჯდება ზვია ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორგაძე, ინსტაპ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი. 8 ბრალდებული ახლა ელოდება სპეციალურ მოსაცდელ ოთახში, რომ შეიყვანեն სხდომათა დარბაზში. დღეს წინა სასამართლოს სხდომა არის. ადვოკატებმა უნდა დააყენონ შუამდგომლობები გარკვეული მასალების საქმეში დართვასთან დაკავშირებით, ასევე პროკურატურა მოიტანს მასალებს, რომლის დართვასთან დაკავშირებითაც ექნება შუამდგომლობა. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ბრალდებულების ოჯახის წევრების პოზიცია, რომელიც სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჩავწერეთ. მათ როგორც გითხარით, არ აქვთ მოლოდინი, რომ დღეს მოსამართლე აღკვეთღონისძიებას ბრალდებულებს შეუცვლის. იქნება შუამდგომლობა მტკიცებულების დაუშვებლობასთან დაკავშირებით და ასევე ის, რომ აღკვეთღონისძიება როგორც პატიმრობა უნდა გაუქმდეს, იმიტომ რომ საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ვეფხია კასრაძემ ჩაიდინა ის სამართლის დანაშაული. არსებობს ერთ-ერთი ვიდეო მასალა, რომელიც არის ტელეკომპანია იმედის Facebook გვერდიდან აღებული, რომელიც არ არის ავთენტური და ვერ დგინდება და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამის ექსპერტიზას თვითონ პროკურატურას არ აქვს დანიშნული. რა თქმა უნდა, ის რომ ამ საქმესთან პოლიტიკური ელფერი დაყვება და ხალხი იჯება იმის გამო, რომ ის მათ აქვს პოლიტიკური განსხვავებული შეხედულება და იყვნენ აქციაზე, რა თქმა უნდა, მოლოდინი ამ მიმართულებით არ გვაქვს. თუმცა სამართლებრივად არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ დღემდე პატიმრობაში იყვნენ არსებული პრიები. მოლოდინი არის ნულოვანი და ამავდროულად ნდობა ამ სასამართლოებისაც არის ნულოვანი. გუშინ და წინა დღეებში ჩატარებულმა პროცესებმა ცხადყო, რომ აზრი არ აქვს ამათთან არანაირ მტკიცებულებას, არანაირ რაიმე დასაბუთებულ ვარაუდს და რაღაც არგუმენტაციას მათი ისინი არაფერს არ ითვალისწინებენ, ერთადერთი ემსახურებიან ოლიგარქის და მისი რეჟიმის სურვილებს, რომ ჩაახშონ პროტესტი და რაც შეიძლება დიდხანს ყავდეთ აღნიშნული პირები პატიმრობაში. ამიტომ დარწმუნებული ვარ პატიმრობაში დატოვებენ. ამ შენობას ფუნქცია დაკარგული აქვს და იმედი არ მაქვს, მით უმეტეს გუშინწინდელი და გუშინდელი ამბიდან გამომდინარე იმ განწყობით არა ვარ მოსული, რომ რაღაცა შეიცვლება რადიკალურად ბავშვებსაც უთხარი ოჯახში, რომ დღეს დედიკო მამიკო მოვა სახლში და არა მეთქი ჯერჯერობით არა თქო. არაფერს არ ველოდებით, იმიტომ ვიცით ვისთან და რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მინდა რომ იცოდნენ, რომ არ გავწირავთ ჩვენ შვილებს ამ რეჟიმს, ვიბრძოლებთ ბოლომდე და რაც უფრო მეც გაგვაბრაზებენ აი ამ მოქმედობის და უსამართლობის ფონით, უფრო მეც მიიღებენ ჩვენგან. ჩვენ ტანჯით გაზრდილი შვილი ვერ შევწირავ ამ რეჟიმს. საბადრაგო სამსახურმა ბრალდებულები უკვე გამოიყვანა საქალაქო სასამართლოში. ისინი ელოდებიან ახლა სასამართლო პროცესის დაწყებას. მოსამართლე დავით მგელიაშვილი, როგორც კი სხვა სასამართლო პროცესს დაასრულებს, დაიწყება პირველ დარბაზში 8 დაკავებული სასამართლო პროცესი. დღეს ბუნებრივია, ბრალდებულები ისარგებლებენ სიტყვის უფლებით, მიმართავენ მოსამართლეს, მიმართავენ პროკურატურას და იმ ადამიანებს, რომელთაც ექნებათ დღეს შესაძლებლობა დაესწრონ ხმაურიან სასამართლო პროცესს. დღეს დავით მგელიაშვილმა უნდა გადასინჯოს აღკვეთღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა 8 ბრალდებულისთვის. 3 თვეზე მეტია ისინი იმყოფებიან სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში. ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი მყარი მტკიცებულება იმის დასამტკიცებლად, რომ რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. დაკავებულებს ისინი, როგორც აქ შეკრებილები აცხადებენ, ისჯებიან სამშობლოს სიყვარულის გამო, იმის გამო, რომ ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდნენ.
იცავდნენ. მაშასე როგორც გითხარით, ყურადღების ცენტრში არის საქალაქო სასამართლო, სადაც წუთი წუთზე უნდა დაიწყოს 8 ბრალდებული სასამართლო პროცესი.